დღეს გვექნება სახალისო ჩელენჯი, გავაჩერებთ ადამიანებს და ვკითხავთ მარტივი დარბაზის კითხვებს. მითია რეალობა, რა ვარჯიშს ასრულებს კონკრეტულ სურათზე პერსონაჟი და მესამე ABCD ვარიანტები, რომელიც ძალიან მარტივი კითხვები არის და ვნახოთ თუ გასცემენ სწორად პასუხს, ჩვენი სპონსორი კომპანიებისგან გვექნება პრიზები. ჩვენი სპონსორებია Snacky და Fitness Time. კითხვები არის ძალიან მარტივი. პირველი ეტაპი. ცხიმის წვა მხოლოდ კარდიოთი ხდება. მითია თუ რეალობა? მითი არის. მითია კი ბატონო. მეორე ეტაპი. ეხლა მე შენ განახებ ფოტოს და ამ ფოტოზე უნდა მითხრა ან ვარჯიშის სახელი, ან რა სავარჯიშებს. ამ მომენტში ავარჯიშებს წეაგას, იგივე ფეხები, წელი, ფეხემალი სწორედ. სახელს ხო ვერ იხსენებ, აი ახლოს სახარ. წეაგა ცოტა ისეთი არის. სწორი ნათქვამია ეგეც და. ეს არის აბა, თუ გაიხსენებ, სწორად თქვი, გეთვლება პასუხში, პროსტა თუ გაიხსენებ ხდება არის. დიზე იწყება. Deadlift, კი ბატონო, სწორია. კაია. კაი, მესამე. რომელი მაკრონუტრიენტები აშენებს კუნძს? A. ცხიმი, B. ცილა, C. შაქარი, D. ლიმონადი და ხაჭაპური. ბოლა ვაჩო თუ ცილა. ცილა, კოდა ცილა. კი ბატონო. მშვენიერი, ყველას სწორად გაიცი პასუხი. ამიტომაც ჩემგან გადმოგეცემა პატარა სიურპრიზი. ჩემგან და ჩემი სპონსორებისგან. ერთ წამი დამელოდე. ეს არაქისის კარაქი, რომელიც შეგიძლია რომ დღის ნებისმიერ კვებაში ჩასვა, შეგინაცვლებს ტკბილს. 0% შაქარი აქვს, ცილა 25 გრამი, 100 გრამ არაქისის კარაქზე, ამიტომ გემრიელად მივთვი, კლასიკი არის ეს ამ შემთხვევაში. და ეს არის დარბაზის Fitness Time-ის 20%-იანი ფასდაკლება და შეგიძლია რომ გამოიყენო ნებისმიერ დროს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი სახელი? ანა. ანა, მე დაგისვამ რამოდენიმე კითხვას, რომელიც დაკავშირებული იქნება სპორტულ ცხოვრებასთან, დარბაზთან და ასე შემდეგ და თქვენ უნდა გასცეთ სწორი პასუხები. თუ სამ სწორ პასუხს გასცემთ, მაშინ ჩვენგან სიმბოლური პრიზი გექნებათ საჩუქრად. კაი, მზად ვართ? პირველი ეტაპი. მითია თუ რეალობა? შენ უნდა მითხრა ეს მითია თუ რეალობა? ქალები თუ აწევენ წონებს, ძალიან დაიკუნთებიან. მითია. მითია, კი ბატონო. კარგი, ეხლა მე შენ განახებ სურათს და შენ უნდა მითხრა რა ვარჯიშია, რა ქვია ვარჯიშს ან რა სავარჯიშებს. მოდი ცოტას გავართულებ და აი ამას თუ მეტყვი, რისი ვარჯიში არის ეს? Bench press, კერძი. ჩვენიერი, ძალიან კარგი. ვარჯიშობ? ძალიან კარგი. მესამე ეტაპი. და ნახოთ აბა ამას თუ გავცემთ სწორად პასუხს. კვირაში მინიმუმ რამდენჯერ ვარჯიშია რეკომენდირებული? კვირაში? მოიცა ჩამონათვალი არის და ჩამონათვლიდან უნდა ავირჩიოთ. A. ერთხელ, C. 10 ჯერ, B. 2-3 ჯერ, D. მხოლოდ მაშინ, როცა დედა დაგაძალებს. 2-3 ჯერ. 2-3 ჯერ. კი ბატონო, სწორი არის. გილოცავ, შენ გაიმარჯვე, სწორედ გაეცი პასუხი. და ერთი წამი დამელოდე პატარა სიმბოლურ საჩუქრებს გადმოგცემთ. ეს არის Snacky-ის არაქისის კარაქი, რომელიც ჩვენი სპონსორი არის. ეს გადმოგეცემა შენ, შეგიძლია რომ მიითვა ნებისმიერ ინტერვალში დღის განმავლობაში უკეთესი იქნება, რადგან ცოტა მაღალკალორიული არის. ასევე შეიცავს ჯანსაღცილებს და 0% შაქარი აქვს. ეს შენ? დიდი მადლობა. და ასევე დარბაზისგან, Fitness Time-ისგან გადმოგეცემა 20%-იანი ფასდაკლება და შეგიძლია რომ ეს ფასდაკლება გამოიყენო და შეიძინო აბონემენტი. დიდი მადლობა. არაფერს. წარმატებებს გისურვებთ. კარგად ზამდებოდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? ნიკოლოზი. ნიკოლოზი, ლუკას ასიამონოა. ნიკოლოზ. ესეთი ჩელენჯი გვაქვს, სამ კითხვას დაგისვამ. და ამ სამ კითხვას უნდა უპასუხო და ვნახოთ, რამდენად სწორად უპასუხებ. მზად ხარ? კი ბატონო. კაი, დავიწყოთ. პირველი ეტაპი, მე დაგისვამ კითხვას და შენ უნდა მითხრა ეს მითია თუ რეალობაა? ყოველი დღე ვარჯიში აუცილებელია შედეგისთვის. ეს მითია. მითია. სწორია, კი ბატონო. რადგან ყოველ დღე არ გვჭირდება 3-4 დღე იდეალური არის ვარჯიშთვის. კი ბატონო. კაი, მანამ სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, ვარჯიშობთ ალბათ, ხო? დიახ. ძალიან კარგი. შვენიერი. კარგი, ეხლა მე შენ განახებ სურათს და ამ სურათზე უნდა მითხრა რა ვარჯიში არის, ან რისთვის კეთდება ეს ვარჯიში. თუ სახელწოდება გეცოდნება, უკეთესი იქნება. სახელწოდება არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, აი ამ კუნთებისთვის კეთდება. თუ სწორად ვიცი არ მახსოვს. რომელი კუნთებისთვის? აბა დაახლოებით. ოკეი. სახელი არ ვიცით? სახელი არ ვიცი. სახელი არ ვიცით.
ამ ვარჯიშს ქვია ლანჯი და კი, მაგ კუნთისთვის არის. ეხლა მე ჩამოგითვლი A, B, C, D ვარიანტებს და შენ უნდა გამცე პასუხი, რომელია სწორი. მზად ხარ? კი. ვარჯიშამდე რა არის მნიშვნელოვანი? A. გახურება, B. პირდაპირ მძიმე წონა, C. ენერგეტიკული სასმელი და D. სელფის გადაღება სარკესთან. რა თქმა უნდა. კი ბატონო, სწორია პასუხი. შენ სწორად უპასუხე სამივე კითხვას და ეხლავე სიმბოლურ პრიზს გადმოგცე. ეს არის ჩვენი სნეკი კომპანია, რომელიც არის ჯანსაღი, შეგიძლია რომ მიირთვა დღის ნებისმიერ ინტერვალში, ჯანსაღი ცხიმები აქვს, ჯანსაღი ცხილები აქვს და ასევე რაც თავარია 0% შაქარი. ეს შენ ჩვენი სპონსორი კომპანიისგან და ასევე Fitness Time-ის 20%-იანი ფასდაკლება, რომელიც შეგიძლია რომ გამოიყენო და გააგრძელო ვარჯიში. მადლობა ძალიან დიდი. არაფრის წარმატებებს გისურვებ. გამოიწერო ნარხი. მადლობა. გამარჯობათ. ერთი წუთი ხო ვერ დაგვით. პატარა ჩელენჯს ვაკეთებთ. 3 მარტივ კითხვას დაგისვამთ დარბაზთან და აი ვარჯიშთან დაკავშირებით და თუ გაცემთ სწორ პასუხს, სიმბოლური საჩუქრები გვაქვს. ორზანთ. თქვენი სახელი? კეთი. კეთი. თქვენი სახელი პატარა კაცი? მაქსი, შენ გენაცვალე. კარგი. ძალიან მარტივ კითხვებს დაგისვამთ. 3 კითხვა გვექნება და თუ ამ კითხვების გასცემთ პასუხს, გადმოგეცემათ სიმბოლური პრიზი. მზად ხართ? კი. კარგი, დავიწყოთ. კითხვა ნომერი 1. თქვენ უნდა მიპასუხოთ მითია თუ რეალობა? ხო. წყლის დალევა ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანი არის. რეალობა. რეალობა არის. კი ბატონო, მართალია, რეალობა არის. დედიკო მართალი იყო, დაუჯერე დედიკოს. კაი, მეორე ვარიანტი არის ესეთი, რომ მე განახებთ სურათს და თქვენ უნდა მითხრათ ან ვარჯიშის სახელი, ან რას ავარჯიშებს. ხო. აი ამ ვარჯიშზე რას თქვით? ზურგის კუნთები და ალბათ აი ეს ნაწილი. პრესი? არა, პრესი არ არის. სახელი ხო არის ამ ვარჯიშს? სახელი. ან თუ გაგიკეთებიათ? ვარჯიშობთ? ვარჯიში. ცოტას. ცოტ-ცოტას. ფეხების ვარჯიში. ფეხები შეიძლება ჩართო, მაგრამ უფრო ზედა ნაწილში წელის მიდამოები იტვირთება. კი ბატონო. კაი, შემდეგი კითხვა. მე ეხლა დაგისვამთ კითხვას და სხვადასხვა ვარიაციები ექნება, რომელიც სწორად მიგაჩნიათ A, B, C, D ვარიანტი, ის უნდა ამოირჩიოთ. კარგით, აბა ავარჩიოთ კითხვა. რომელი სასმელი ჯობს ვარჯიშის დროს? A. წყალი, B. ენერგეტიკული სასმელი, C. გაზიანი კოლა, D. ცივი ბურახი. წყალი, კი ბატონო, სწორი არის და ჩემგან და ჩემი სპონსორი კომპანიებისგან გადმოგეცემათ სიმბოლური პრიზები. ერთი წამით. ეს არის ჩვენი სპონსორი კომპანია Sneki, რომელიც არის არაქისის კარაქი, არის ჯანსაღი, შეგიძლიათ რომ დღის ნებისმიერ ინტერვალში მიირთვათ. უმჯობესია დილით, იმიტომ რომ შედარებით მეტი კალორიები აქვს, მაგრამ რაც თავარია 0% შაქარი, 25 გრამი ცილა 100 გრამ არაქისის კარაქზე, ამიტომ შეგიძლიათ რომ გემრიელად მიირთვა ხოლმე, პურზე წაუსვა ხოლმე, ან რაზეც გაგიხარდება, ფაფაში ძალიან გემრიელი არის. და რა თქმა უნდა, ჩვენი დარბაზისგან, Fitness Time-ისგან გადმოგეცემათ 20%-იანი ფასდაკლება და შეგიძლიათ რომ დარბაზის ვარჯიშებზე გამოიყენოთ ეს აქცია. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს, კარგად ზანდებოდეთ. კარგად. გამარჯობა, თქვენი სახელი? თემო ჯორდანაძე. თემო, სასიამოვნო, ლუკა. თემო, ძალიან მარტივი ჩელენჯი გვაქვს. დაგისვამთ 3 კითხვას და იმ შემთხვევაში თუ სამივე სწორად გამოიცნობთ, გადმოგეცემათ ჩვენგან სიმბოლური პრიზები. მზად ხართ? კაი, დავიწყოთ. პირველი ეტაპი, მე დაგისვამ კითხვას და შენ უნდა მითხრა, ეს მითია თუ რეალობა? ოფლიანობა ნიშნავს, რომ ცხიმს წვავ. არა. კი ბატონო, ეს არის მითი. სწორად გაიცი პასუხი. ეხლა განახებ სურათს და ამ სურათზე უნდა მითხრა, ან რას ავარჯიშებს, ან თუ ვიცი რა ქვია ამ ვარჯიშს, თლად უკეთეს. ხრები დელტების წინა მხრის ვარჯიში. კი ბატონო, სახელი ხო არ ვიცით ეს არა. shoulder press არის რა? ხო, კი. მაგრამ თავარია რომ სწორედ უპასუხე, მართლაც რომ წინა დელტა არის დაწვრთული. და ეხლა ბოლო კითხვა, რომელიც მდგომარეობს ესე, რომ A, B, C, D ვარიანტები გვექნება და შენ უნდა ამოირჩიოს სწორი ვარიანტი. მზად ვართ? აბა დავძაბოთ სიტუაცია. რომელია საუკეთესო კუნთის აღსადგენად? A. ძილი და ცილა, B. ღამის გათენება, C. ტკბილეულის ჭამა, D. თელი ღამე ვიდეო თამაშები.
კი ბატონო, სწორია. და ჩვენგან გადმოგეცემა სიმბოლური პრიზები. ერთ წამით ეს გახლავს სნექი არაქისის კარაკი, ჩვენი სპონსორი კომპანია, რომელმაც იზრუნა, რომ ეს სნექის არაქისის კარაკი გადმოგეცეთ თქვენ და მიირთვათ დღის ნებისმიერ ინტერვალში საკმაოდ ჯანსაღი არის, 0% შაქარი, ჯანსაღი ცილა და ჯანსაღი ცხიმი. კი ვიცი, ამას მივიცი. მიირთმევთ? ძალიან კარგი. და ასევე დარბაზისგან, ფიტნეს ტაიმისგან გადმოგეცემათ 20%-იანი ფასდაკლება, რომელიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ აბონემენტზე. მადლობა დიდი. არაფრის წარმატებებს გისურვებთ. მარიამი და ლიზი. კარგი, მარიამ და ლიზი. მე დაგიშავთ ახლა ძალიან მარტივ კითხვებს. დავიწყოთ? დავიწყოთ. პირველი ეტაპი. მე კითხვას დაგიშავთ და თქვენ უნდა მითხრათ ეს მითი არის თუ რეალობა არის. ცილა საჭიროა მხოლოდ ბოდიბილდერებისთვის. მითი არის. კი ბატონო, მართალია? აგეთ ყვილად ნერვიულოდი. პირველი სწორი პასუხი გვაქვს. მეორე, მე განახეთ ფოტოს და თქვენ უნდა მითხრათ ან ვარჯიშის სახელი, ან რას ავარჯიშებს. კარგი, დავიწყოთ. ცოტას გავართულებ, აბა, ცოტა გავართულოთ. აი ეს ვარიანტი ავიღოთ. ზურგის კუნთების, კი ბატონო. სახელი ხო არ ვიცით შემთხვევით? არ ვიცით. კარგი, ფლატფულდაუნი არის ინგლისურად. ჩამოკაჩო არის ზურგის კუნთებისთვის, მართალია, უგანიერესის ნაწილს ვამუშავებთ. სწორი იყო ესეც, ჩვენიერი და მესამე ვარიანტი. მესამე კითხვა არის ესეთი. დავძაბოთ, აბა. მესამე A, B, C, D ვარიანტები გვაქვს და ერთი სწორი უნდა ავირჩიოთ. სად ვართ? რომელია საუკეთესო წონის დასაკლებად? A. მოძრაობა და ვარჯიში. B. მხოლოდ ჩიმშილი. C. მხოლოდ აბები. D. სასწორის დამალვა. კი ბატონო. პირველი არის სწორი პასუხი. ამიტომ რახან სამივე სწორედ უპასუხეთ, ჩემგან და ჩემი სპონსორი კომპანიებისგან გექნებათ პატარა საჩქარი. დამელოდეთ? რახან ორივემ გადაწყვეტეთ ერთდროულად რომ მოსულიყავით, ორივე გამარჯვებული ხართ. ეს შენ, არაქისის კარაკი, სნექი, ეს შენ, არაქისის კარაკი, სნექი. ეს არის დარბაზის 20%-იანი ფასდაკლება ჩვენი დარბაზის ფიტნეს ტაიმის და შეგიძლიათ რომ აბონემენტზე გამოიყენოთ, დაიწყოთ ვარჯიში, თუ კი სურვილი გექნებათ. ეს შენ, ეს შენ. წარმატების გისურვებთ ბავშვებო და შეგხვდებით დარბაზში ან შემდეგ ვიდეოში. კარგად. იდეალურად ჩაიარა ჩელენჯმა. სწორად უპასუხეს მონაწილეებმა კითხვებზე პასუხს და საკმაოდ ისეთი მარტივი კითხვები იყო. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ პატარა თაობამაც იცის ვარჯიშებთან დაკავშირებით, მითია თუ რეალობა, სწორი ტექნიკა, შეიძლება აი კვადრიცეპზე მოდიოდა დაწირთვა, ლანჯებზე, იმ ბიჭმაც სწორად თქვა. და შეიძლება სახელწოდება ზუსტად არ იცოდნენ, მაგრამ იცოდნენ, თქვათ, რას ავარჯიშებდა ის კონკრეტული მუშაობა. და ეს ძალიან დასაფასებელი არის. რაც უფრო მეტი აქტივობა გვექნება ცხოვრებაში და მეტი ადამიანი იქნება ჩართული სპორტული ცხოვრებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომაც ორი ფლაერი დაგვრჩა, 50%-იანი ფასდაკლება დარბაზის აბონემენტზე, ფიტნეს ტაიმის და ეს ორი ცალი გათამაშდება ჩვენს მაყურებლებზე. კომენტარებში დაწერეთ #fitnesstime და ერთი კვირის თავზე გვექნება რენდომაიზერით გათამაშება და რენდომ ორი ადამიანი გაიმარჯვებს და გადაეცემა 50%-იანი ფასდაკლება დარბაზის აბონემენტზე. ამიტომ კომენტარებში არ დაგავიწყდეს #fitnesstime. შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში.